მოგესალმებით ზვირფასო მეგობრებო. დღევანდელი ვიდეო სიუჟეტის გმირი ეს ნიჟარა იქნება. მას ამონიტი ჰქვია. დინოზავრების პერიოდში მცხოვრებმა მოლუსკმა მათი ბედი გაიზიარა და ჩვენს დროში მხოლოდ გაქვავებული ნამარხების სახით მოიპოვება. ის იქცა ორგანული და არაორგანული მინერალების სიმბიოზად, რადგან გარდა საკუთარი ორგანული მდგენელისა, საუკუნეების განმავლობაში მას კალციტის ან ქალცედონის მინერალები შეერია. რადგანაც ამ ხანგრძლივი მეტამორფოზული პროცესების წყალობით ის თუმცა ორგანულ, მაგრამ მაინც მინერალების ჯგუფს მიაკუთვნეს, ადამიანებმა მასში შესანიშნავი სასამკაული მასალა დაინახეს. მართლაც საინტერესო იქნებოდა მისი ხილვა ყელსაბამში. მოცემული ამონიტი ვერცხლისფერი მეტალითაა შემოჩარჩოებული. მეც ვერცხლისფერი ფურნიტურა უნდა გამოვიყენო, რომ ეს ამონიტი ჰარმონიულად ჩაჯდეს ყელსაბამის დიზაინში. ამისთვის გემატიტის ორი სხვადასხვა ფორმის ქვა შევარჩიე. დისკოსებური გემატიტები სამკაულის ძირითადი წევრების რიცხვში შევა, ხოლო მცირე ზომის ჭანჭიკის ფორმის გემატიტებს გამყოფების ფუნქცია ექნებათ. როგორც ხედავთ, ამონიტს აქვს მოყავისფრო შეფერილობა. მას ძალიან მოუხდებოდა ისეთი მინერალი, როგორიცაა პირიტი. პირიტს მუქი ოქროსფერი ბზინვარება დაყვება და ვფიქრობ, ამონიტს და გემატიტებს იდეალურ კომპანიონობას გაუწევს. დავშალე მრგვალი ფორმის პირიტების ერთი პატარა აცმა და ასევე მაქვს დაწახნაგებული ალბათ სადღაც 2 მმ ზომის პირიტები, რომელთა გამოყენებასაც გემატიტებს შორის ჩანართებად ვფიქრობ. თავისი როგორც იტყვიან დამჯდარი არახასხასა კოლორიტის გამო, პირიტის ჩართვა ეთნიკური და ბოხო სტილის სამკაულებში ჩემი თვალსაზრისით ურიგო არ იქნება. ამ სტილებიდან რომელს მივაკუთვნო ყელსაბამი, რომლის აწყობასაც ვგეგმავ, არ ვიცი. ალბათ უფრო ორივეს ნაერთი იქნება, პლუს კლასიკა. წარმოგიდგენთ მისი დიზაინის მცირე ფრაგმენტს, იდეას, რომლის განვითარებასაც ვაპირებ. სამკაულის დეტალების ურთიერთმისადაგების სრულ პროცესს კი კადრს მიღმა დავტოვებ და მზა ნაკეთობით დაგიბრუნდებით. მთლიანი სურათი ასეთი გამოვიდა. როგორც ხედავთ, ყელსაბამში პირიტის და გემატიტის ქვები ერთმანეთს ენაცვლება და ერთგვარ ბლოკებად იყოფა. პირიტები ჭანჭიკისებური გემატიტებით დავაშორე ერთი მეორეს. დისკოსებური ვერცხლისფერი გემატიტები კი პატარა პირიტებით. ეს მონაცვლეობები რითმულ ცეკვას მაგონებენ, რომელიც თითქოს დახვეწილი სპირალური ფორმის, მისი უდიდებულესობა ამონიტის ხოტბის შესასხმელად სრულდება. ამაოდ არ ვახსენე სპირალის დახვეწილი ფორმა, რადგან ამონიტის მოხაზულობა, მისი ხვეულების აგებულება ოქროს კვეთის პრინციპზეა დაფუძნებული. ამონიტების წარმოქმნის ისტორიიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ დრომ დედამიწის ადრეული პერიოდის ბინადართა ასლები შემოგვინახა. ვინაიდან ეს კონკრეტული ამონიტიც ერთ-ერთი ამ ასლთაგანია და ამ ყელსაბამის შექმნის შთამაგონებელი, ნაკეთობას წარსულის ანაბეჭდი უნდა დავარქვა. ყელსაბამის სიგრძე 27 სანტიმეტრია. იკვრება კარაბინის ტიპის საკედით. ყველა ელემენტის ერთობლიობამ ნაკეთობას ფერთა თავისებური გამა შესძინა. მახსენდება, რომ დიდოსტატის მარჯვენის ავტორმა სვეტიცხოველს ხვლიკისფერი უწოდა და არ შემცდარა. დღის გარკვეულ პერიოდში ტაძარს მართლაც დაჰკრავს ეს ფერი. ამ ყელსაბამს მეც ხვლიკისფრად აღვიქვამ და ვფიქრობ, ჭაობისფერი მომწვანო ტანისამოსის ფონზე უკეთესად გამოჩნდება, რომ ეს ასია. მაგრამ სამწუხაროდ ჩემი კამერა სრულად ვერ გადმოსცემს ამ ტონალობას. ყელსაბამის ტარება შეიძლება ასევე ზომიერად ყელამოღებულ ყავისფერ ბლუზასთანაც. თეთრ როლინგთან კონტრასტის ხარჯზე კი ის მთელი თავისი მშვენიერებით წარსდგება. თუ ამ სამკაულმა თქვენი მოწონება დაიმსახურა, მომწერეთ კომენტარებში. ასევე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, რაც გაგიადვილებთ სხვა ჩემი სამკაულების პლეილისტში დათვალიერებას. ეხლა კი შემდეგ მიმოხილვამდე უნდა დაგემშვიდობოთ. როგორც კი ჩემი სასამკაულე მასალებიდან რომელიმე ახალი იდეის და დიზაინის ინსპირაციას მოახდენს, დაიბადება კიდევ ერთი სამკაული. ამიტომ უყურეთ ჩემს არხს, რომ სიახლე არ გამოგრჩეთ.